დიდი რაოდენობით ეს სუნი არ იყო. რაღაც მომენტში მოდიოდა და ეს დაახლოებით 2 დღე გრძელდებოდა. მე მოხდა აფეთქება და ამ აფეთქების შემდეგ იყო რომ პირადად მე ვუთხარი რომ აქ იდგნენ სამაშველო ბრიგადა იდგა პოლიცია და მე ვუთხარი რომ გაზის სუნი არის მაღაზიაში თქო და რამე რო არ განმეორდეს რაღაცა იქნებ პრევენცია მოახდინოთ რომ გაზეთ მითხრეს რომ 114 იყო მოსული გადაკეტეს გაზი და პრობლემა აღმოფხვრილია. უბრალოდ დამამშვიდეს რომ არაფერი კაცო ამ აფეთქების მერე არაფერი ყველაფერი იგზია გადაკეტილია გაზი და ჩვენ დავცეკით თვითონ და დავიზით. 7 საათისკენ საღამოს და მერე მოხდა უკვე 3:30-ზე გამთენიას საშინელი აფეთქება, ძლიერი აფეთქება იყო. უკვე შენობა აბსოლუტურად ჩამოინგრა, რაც იყო კომერციული პარტი და სახლი რომელიც ასევე დაზიანებულია. ფანჯრები, ყველაფერი ეს არის ფანჯრები, კარებები გაიტანა ძალიან დიდი წნევით იყო აფეთქება. მოგინიდან გადმომაგდო მე ისე იფხელა აფეთქება იყო. დაახლოებით 3 მეტრში ვიყავი ამ შენობასთან. ჩემი ოთახი. ჩემის ფანჯრები დაახლოებით 1 მეტრში იყო. და გადაგვარჩინა იმან სქემა ფარდებმა ფანჯრის მინების ნამსხვრევებისგან. ჩვენი ვერსიით და ვარაუდით ეს არის სწორედ აი საკანალიზაციო ჭაში არსებული ძველი ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი, რომელიც იყო გაუქმებული, გაუქმეს იმიტომ რომ ჟონავდა და ზუსტად ამ პერიმეტრზე იყო. ჩვენი ვარაუდით სწორედ აქედან გაუშვეს შემდგომ ისევის გაზი და ეს დაგროვდა მაღაზიაში კომერციულ პარტში თვითონ გაზი არ იყო შეყვანილი. ველოდებით რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და რაღაცა სამართალს ვიპოვეთ ჩვენ.